მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გამოიცანი ტრენერის მეორე ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარია მისტერ ოლიმპია. მოყვარულებში ბატონი გიგი მამაცაშვილი, სასწრაფო თქვენი გაცნობა. დიდი ჩანვარ თქვენზე. დიახ, მოკლედ გიგი, წესებს გეტყვი. მოპირდაპირე მხარეს ხედან 5 ადამიანი. იმ 5 ადამიანიდან ერთი ადამიანი არის ნამდვილი ფიტნეს ინსტრუქტორი, ნამდვილი ტრენერი. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ამ 5 ადამიანიდან, რომელი არის ნამდვილი ტრენერი. და ყოველი რაუნდის მერე უნდა გავაკეთოთ ერთი ადამიანი და დარჩენილი მონაწილე, ეს იქნება ტრენერი თუ იმპოსტერი არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ადამიანი მოიგებს საპრიზო თანხა 500 ლარს. ამიტომ ყველა მოტივირებულები იყავით, კარგად მოგვატყუეთ, რაც გინდათ ის მოიგონეთ, რაც გინდათ ის შესტხძით და ჩვენ უკვე ჩვენ ვიცით. ზად ხარგი, შენც მიმართე მაყურებელს მე დაგრთავნებას აუცილებლად გავიგებთ, ვინ ზრუნავს საკუთარ თავზე და ვინ ზრუნავს სხვებზე. ასე რომ მოემზადეთ მეგობრებო. ჩავრთოთ ტაიმერი, გადავიდეთ პირველ ნომერთან. 3, 2, 1 და წავიდა. მოგესალმებით. მოდი გითხარი, რამდენი ხანია ვარჯიშობ, რამდენი წლის ხარ და რამდენი ხანი ტრენერი ხარ? 19 წლის ბათუმიდან. 2.5 არის მუშაობ, თავი ტრენერად მუშაობა, დაახლოებით 4 წელი რაც ვარჯიშობ. ბავშვობიდან სპორტს მივყვები და კიდე რა გაინტერესებთ? ბავშვობიდან სპორტს მიყვებოდიო, რა სპორტს მიყვებოდით? მოჭიდავი ცოტა ხანი და მოცეკვავი. როგორ მოხდით მოჭიდავიდან ტრენერობამდე? საერთოდ ისე გრძელი იყო. ჩემი ბავშვობის ძმაკაცები ვარჯიშობდნენ და ინსპირაციად იქცა ეს ყოველივე და გავაგზავნე შემდგომ უკვე და კურსი სად გაიარეთ, ბათუმში თუ თბილისში? ბათუმში. რამდენი ბათუმში? ბათუმი ასპრიაში. როგორ? ასპრიაში. კაი, მეორე ნომერთან გადავიდეთ. მეორე ამას მეკითხო. მიგისმენ კი. ესე იგი 2.5 ტრენერი ხარ, ხო? დიახ. 2.5 კი. რამდენი მოსწავლე ყავს? ჯერჯერობით 10. 10. 2.5 იყავ 10 მოსწავლე. აჰა, გასაგებია. თქვენც რომ იგივე გითხრათ? კი. ვარ 19-ის ფიტნეს სფეროში უკვე 3 წელზე მეტია რაც ვარ და 4 თვე არის ტრენერობა დავიწყე. თქვენ რამდენი მოსწავლე ყავთ? ამჯერად 7. 7 და დარბაზის ტრენერი ხარ თუ თავისუფალი? დარბაზის. დარბაზის ტრენერი. მე ძალიან მაინტერესებს. დარბაზის ტრენერი ხარ, თუ 8 საათი მაინც მუშაობ და გრჩება მე. რამდენი საათი მუშაობ? რამდენი საათი მუშაობ გითხარი? დაახლოებით 6 საათი. დაახლოებით 6 საათი ხარ სმენაში, თუ დარიცი? 5-6 საათია. აჰა, 5 გიწევს ხან 6. კი. ძალიან საინტერესო, ვისაც ესეთი მორგებული გაფიქრე. ტრენერობის კარიერა როგორ დაიწყო, ეგ მითხარით? ბავშვობიდან კალათბურთელი ვარ. გუნდში გამოვირჩეოდი სულ აი ფიზიკური მონაცემებით და დავანებე თავი კალათბურთს და გადავედი სულ დარბაზში. რატო დაანებით კალათბურთს თავი? ტრაუმების გამო. ეხლა ჩვეულებრივ ვარჯიშობთ, ხო? დიახ, სერტიფიცირებული თუ? დიახ, რამდენი ხანია? დიახ. უკვე 8 თვეზე მეტია. კაი, მესამე ნომერზე გადავიდეთ, იგივე გვაინტერესებს, რამდენი წლის ხარ, რამდენი ხანია ვარჯიშობ, რამდენი ხანია ტრენერი ხარ? გამარჯობა, 20 წლის ვარ, 21-ის ხდები, 16 წლიდან დავიწყე ვარჯიში, 4 წელზე ცოტა მეტია რაც ვარჯიშობ. ტრენერი ვარ უკვე 1 წელზე მეტია, მაგრამ წელიწადნახევარი გახდება. სერტიფიცირებული ვარ ფიტნეს სკოლის მიერ, არსენ ახატიაშვილთან გავიარე კურსი კონკრეტულად, თუ გაინტერესებთ. რამდენი მოსწავლე ყავს და 15-16 გააჩნია როგორ ჩავთვლით, იმიტომ რომ ორი ადამიანი ყავს, რომელსაც ერთად ვავარჯიშებ. დანარჩენი რავიან მოსწავლეების რაოდენობა სეზონების მიხედვით რო იცვლება ხოლმე დარბაზებში, ეგ გეცოდინებათ. თავისუფალი ტრენერი ვარ ამჟამად არ მიწევს სვლაში ყოფნა ხოლმე და შესაბამისად ჩემზე მორგებული გრაფიკი მაქვს მოსწავლეებთან როგორ შევთანხმდები. ეს ან ნამდვილ ტრენერი ან ძალიან მომზადებულია? ძალიან კარგად იცით ჩემს. მე რა მაინტერესებს, აი ძალიან ინსაიდ კითხვას გისმევ. სად გიტარდებოდა სერტიფიკატის ლექციები? სეუში. კვირაში ამდენჯერ ქონდა? კვირაში ორჯერ ქონდა ხოლმე შაბათ კვირას. რა ვიცი, შეიძლება ხო არ. რამდენი მოსწავლე მყავსო? 15. 15-16-იო. ეს მაგარი მომზადებულია. ან ნამდვილად ტრენერია, მე ამას ვიტყოდი, მე მესამე ნომერით ყოფილია, მომეც მოვიხილე, კი, მეტი კითხვა არ მაქვს, მე 4 ნომერთან გადავიდეთ და იგივე ვეკითხებთ. გამარჯობა, მე ვარ 27 წლის, რაც დავიწყე ტრენერობა, ესე რომ ვთქვათ, არის უბრალოდ 6 თვე, იმიტომ რომ შაშა დავიწყე წლის ბოლოს. უბრალოდ ჩემი მიმართულება, ანუ პროფესია ესე რომ ანუ ტრენერი ვიყავ სულიად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ კარატეზე დავდიოდი ადრე, შემდეგ კარატე შევწყვიტე, გადავერთე სწავლაზე და გადავედი ესე თვით მოყვარულა მოვარჯიშე და დარბაზის ტრენერი არ ბრძანებით? არა, დარბაზში ვავარჯიშებ, მაგრამ ცალკე ანუ სხვაგანაც მუშაობ. რა პროფესიით ხართ? იურისტი. და შენ თუ ვარჯიშობ?
კი, ვცდილობ მეც მოვახერხო, როცა ვასრულებ იდეაში ტრენინგებს იმ დღეებში თითქმის არ შემიძლია, მაგრამ აი თავისუფალი დღეები როცა მაგალითად ჩემი სტუდენტებს ვეძახი იდეაში, მაგრამ ანუ მათ როცა არ ვავარჯიშებ, ყოველთვის ვცდილობ რომ ვივარჯიშო. და ისეთი სპლიტიც მაქვს, რომ თითქმის შეუძლებელია გავაკეთო, ამიტომაც ერთ კვირაში ვერ ვეტევი ხო. ძალიან დიდი მადლობა ამ უწურა პასუხის. გიგი, 1 წუთი დაგვრჩა და მე-5-ზე გადავიდეთ, თორე ვეღარ ვასწრებთ. მე-5 თუ შეიძლება თავის შესახებ რო გითხრას. გამარჯობა, მე ვარ 23 წლის, 2 წელია რაც ვარ ფიტნეს ტრენერი. ჩემი კარიერა სპორტს უკავშირდება მთელი ცხოვრება, 9 წელიწადს ვთამაშობ. დაახლოებით 3-4 წლის უკან მომიწევ დამენებებინა თავი ფეხბურთისთვის და ვიჩიე მოკლედ ფიტნესის სფერო. რამდენი ხანია დაანებებ ფეხბურთს თავი? 3 წელია, 4 ცოტა ბევრი, 2023-ში დავიწყე. სერტიფიცირებული ხარ? დიახ, სერტიფიცირებული ვარ. რამდენი მოსწავლე ყავს? ეხლა მყავს 23 მოსწავლე. 23 მოსწავლე. აჰა. ფეხბურთს თავი რატო დაგავანებეო? საზარდულის არეში მივიღე მძიმე ტრავმა და ამის გამო მომეწია დანებება. კარგი, ჩვენი დრო მოიწურა გიგი. ეხლა უნდა გადავიდეთ მსჯელობაზე. მე ყველაზე მეტად მოვიხილე მესამე ნომრით. გეთახმები, მეც ყველაზე მეტად მოგესალმებით. ეხლა მომწურავი, მე თუ გავყვებოდი სიის მიხედვით იქნებოდა მე-4, მე-5 და ბოლოსში აი პირველი მეორე. აი პირველ მეორეში აი არის რა იცი, ხო, 2 თვეში 10 მოსწავლე. 2 თვე უბრალოდ გარკვევა გინდა სათხარ. 10 მოსწავლე ძალიან რთულია რა. თან მიჩვევა ჭირდება მოყოლაფერს. არ ვიცი, აი ამ პირველსა და მეორეს შორის პირველმა თქვა რომ მოჭიდავი ვარო, მეორე თქვა რომ კალად ბურთელი ვარო. თემა ისე რომ 19 წლის ხარ, 10 მოსწავლე ყავს. ზოგადად ფიტნესში დიდი როლი აქვს ასაკს. ასე რომ მე მგონია რომ 19 წლის და 10 მოსწავლე და 2 თვეში ცოტა რა არის მე მაგ იმას ვერ მივემხრობი რადგან მე ვიყავი 18 წლის რო დავიწყე მე 18 ვიყავი და ზუსტად აი ხა გავხდი 20-ის მადლობა მოგოცისთვის და ანუ 19 წლის ასაკში არ უტრაბახობდა რაღაცა, მაგრამ ბევრად მეტი წოლია. მაგრამ 2 თვეში არა. ხო, 2 თვეში არა, ხო, მაგას ამბობ. მეორეს ხედავ რომ კითხვის შანი გაქვს მეორეზეც და მეორეც, მაგრამ პირველი უფრო რა. ამ ეტაპზე პირველი. მეორეს და კიდე გაგკითხოთ დავსვავ. ესე იგი, ვაგდებთ პირველს. პირველს კი. კარგი. პირველი რაუნდის გავარდნილი, ესე ვთქვათ, არის პირველი ნომერი, თუ შეიძლება პირველ ნომერმა დავხტოვოს და ხო, რა თქმა უნდა, პირველი ნომერს გადაიცემა სნეკის მიწისყილის კარაქი და ამოდროულად გიგისაც, ყველა იმ გაგდებულ თუ მოგებულ მონაწილეს გადავცემ სნეკის მიწისყილის კარაქს, რომელიც ჩვენი სპონსორია და მადლობა მათ, იმისთვის რომ გამოყო არქის კარაქები და ამოდროულად გამოყო საპრიზო თანხა 500 ლარიც. გადავედით მეორე რაუნდზე, გამოგვეჩია პირველი ნომერი. მე-5 ნომერო. მე მაინტერესებს ეხლა რა. შენი სავარჯიშო გრაფიკი როგორი არის? როგორ უთავსებ მოსწავლეებს და დღეში ამდენი საათი მუშაობ? ესე თვით ტრენერი ვარ. გამომდინარე აქედან 8 საათიანი ცვლა მაქვს, მაგრამ თანატებით 2-3 საათი მიწევს დარბაზში ყოფნა, იმიტომ რომ 23 მოსწავლე საკმაოდ ზოგი შეიძლება წყვილში მყავდეს ზოგი. იყოს თან გარკვეული საათის დამატება მჭირდება. შენ ხარ დარბაზის ტრენერი. მე მაინტერესებს დარბაზი თუ გაცილდეს იმის უფლებას რომ სმენაში ყავდეს მოსწავლე. სმენაში კი, მადლობს რომ ყავდეს მოსწავლე. ხო, ანუ ყველა საათში საღამოთაც გაქვს უფლება? კი, როდესაც მექნება მე სმენა, უნდა მყავდეს მოსწავლე. მე-5 ნომერო. შენი სავარჯიშო პროგრამა რომ მითხრა, ჩემი ძირითადი სავარჯიშო პროგრამა მოიცავს როგორც სპლიტს, ასევე მოიცავს ინტენსიურ ვარჯიშებს, შევიყავთ ფუნქციური ვარჯიშები. შენ თუ იცი რა არის რა განსხვავება ფუნქციონალურ ვარჯიშებს და CrossFit ვარჯიშებს შორის? CrossFit-ი არის ფიტნესთან უფრო მოშორებული, ესე ავიღოთ მოდი სპორტის სახეობას დავარქვათ, უხეში მოძრაობა და მეტად ფეთქებადი, სადაც ძალისმიერი ვარჯიშის ფეთქებადობის მეტად არის ჩართული. მე-4 ნომერთან გადავიდეთ, ვითხრას რამდენი საათი მუშაობს და თავისი სავარჯიშო პროგრამაც. კვირაში, ანუ იმ დღეებში, როცა მოწაფეები ყავს, 3-დან 4 საათამდე მუშაობ. ანუ ჩემთან დარბაზი მაძლევს უფლებას, რომ მხოლოდ ეს 6 საათიდან, როგორც თქვი, გამოვიყენოთ დრო 10 საათამდე და ამ პერიოდში მყავს მე ჩემი მოსწავლეები. რაც შეეხება ვარჯიშებს და სპლიტებს, აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩემი მოსწავლეზე, ანუ დამწყებია, შუალო დონისაა დაახლოებით თუ აი, მოდი ორი სიტყვით გითხარი, დამწყებს რა პროგრამით ავარჯიშებ? დამწყებს თითქმის full body პროგრამა მაქვს. არ მაქვს ესე რომ გამოყოფილი მქონდეს რაღაც სპლიტები და push pull legs და ab day კონდეთ. თავიდან დამწყებებისთვის მთლიანად full body workout-ი მაქვს და რომლებსაც არ აქვს რაღაც კვირაში 5ჯერ ან 4ჯერ ვარჯიში, 3 ვარჯიში არის და იდეაში როგორც გითხარით, ძალიან ცოტა ხანია რაც დავიწყე და უფრო მეტი დამწყები მყავს, ნახევარი თითქმის. გასაგები. მოდი ერთ კითხვაზე დაგისვამ. შენ თუ იცი განსხვავება ინსტრუქტორსა და ფრილანსერ ტრენერს შორის? რა მოვალეობები აქვს?
ეს სპეციფიკურად ალბათ ვერ გაგცე მაგაზე პასუხს. მე უბრალოდ წარმოვიდგენია ისე, რომ ფრილანსი არის ისეთი ტრენერი, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული თავისი რაღაც დღეები, დროები და ასევე სტუდენტები და თავისით არის უფრო დამოკიდებული თავის განრიგზე და არა სპორტ დარბაზზე. ხოლო ინსტრუქტორი არის აბსოლუტურად დამოკიდებული სპორტ დარბაზზე. სპორტ დარბაზი აძლევს მას იმ განრიგს, რის მიხედვითაც უნდა ივარჯიშოს და ასევე რაღაც დონეზე უწყვეტავს ვინ ავარჯიშოს და მის დონესაც განსაზღვრავს სპორტ დარბაზი. კარგი, მესამე ნომერთან გადავიდეთ და მესამე ნომრის სავარჯიშო პროგრამა რა გითხრათ? აპრილობით ვარჯიშობ მე, ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, აქვს სავარჯიშო დღეები ხოლმე, კარდიოს ვაკეთებ იმ დღეებში, როცა დარბაზში ვარ ხოლმე და კვირას აბსოლუტურად ვისვენებ ყველაფრისგან. ამ პროგრამას ვიყენებ დაახლოებით 1 წელია, შეიძლება ცოტა მეტიც და ყველაზე დიდი პროგრესი ამ პროგრამაზე დავინახე, იმიტომ რომ ნატურალი ვარ, შედარებით დაბალი ინტენსივობით, უბრალოდ მაღალი ინტენსივობით და დაბალი ვოლიუმით, ესე რომ ვთქვათ, ვარჯიშობ და შესაბამისად ყველაზე დიდი პროგრესი ამ პროგრამამ მომწონდა. ან შენ კითხავს რომ გამიმეოროთ? 1 წელია ამ პროგრამით ვარჯიშობ და არ გიფიქრია შეცვლა რამენაირად? ანუ შეცვლა არ მიფიქრია იმის გამო, რომ თვითონ ვარჯიშებს ვანაცვლებ პროგრამაში. მაქვს A და B ვარჯიშები, workout-ები, ესე რომ ვთქვათ, სადაც სხვადასხვა კუნთებზე მაქვს ფოკუსირება, ანუ კვირაში მიუხედავად იმისა, რომ მაქვს 2 upper და 2 lower day, ვარჯიშები განსხვავდება ამ ვარჯიშებში თვითონ. ერთი მარტივი კითხვა, რამდენი საათი მუშაობ? ჩემი დარბაზი არის ჩემს სახლთან ძალიან ახლოს. დილით ვარ ხოლმე 3 საათი 9-დან 12-მდე და საღამოს ვარ ხოლმე 4-ის მერე. გამომდის 8 საათი ორშაბათი, 4 შაბათი, პარასკევი და 7 საათი გამომდის სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი. წინაზე რაც იყო, მის მერე ძალიან გართულებულია და ყველა ისე თქო დაუზადებულია და არ ვიცი. კი, მესამე არ მომზადებული კარგად და ყველაფერი კარგად შეისწავლა და ან არ ვიცი. აი, მეორესთან გადავიდეთ. მეორე, ესე იგი. ცოტა შევუტე. ხო, შევუტიოთ. ესე იგი, მე მაინტერესებს დამწყები მოვიდა შენთან. დამწყები რანუ ადამიანი მოვიდა, უბრალოდ მეორე ნომერთან მაკითხვა და კოვის პროგრამის დაწერა უნდა. კითხვებს დავუსვა, მან რაღაცნაირად წერ მითხარ. უბრალოდ შენი მეთოდი რა არის? ჯერ ვეკითხებით აკლებლა უნდა შენარჩუნება, მომატება კუნთის მასის, просто გამოშვება, მოკლედ წონა სიმაღლის და საკითხიდან გამომდინარე, უთვლი კალორიებს, რამდენი კალორია ჭირდება და ასევე ფიზიკური აქტივობიდან. აი თუ 10,000 ნაბიჯს დადის დღეში და 80 კილოა და ახლობით 2200 კალორიაზე 500 დეფიციტი გამოსდის რა. და მე რა მაინტერესებს, შენ კალორიებს ითვლი შენი დღის განმავლობაში? და ჩემს კი აუცილებლად. და შენ მოსწავლეებსაც მაგებს ავალდებულებ რომ დაითვალოს? აი ესე ყველაფრის არა, მაგრამ დაახლოებით რომ ესეთი კითხვა გაქვს, ანუ შენ ეუბნები ეს დაითვალოს თუ შენ უთვლი და პირდაპირ კოვის პროგრამას აძლევ? ნუ უხსნი საერთოდ როგორ მოქმედებს კალორიული დეფიციტი. არ უწერ შენ. ვალდებული არ ხარო კოვის პროგრამა დაუწერო. არა. რატო? უბრალოდ არ შედის ჩემს სიმაში. აჰა, აბა ვისი შედის რო გითხრა ეგეც? ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე რა, ვარჯიშის დროს. ვარჯიშის დროს. კარგად დაიწყო ვერ კარგად შეუტრია. სად მდებარეობს ბრანხიალის? ვერ გეტყვი. და რა ქვია ყველაზე დიდ კუნთს ზურგზე და განიერ კუნთს ზურგზე? ვიცი, მითხარ, არ გეტყვით. კარგი, გიგი. ეხლა ჩვენ გვაქვს 2 წუთი იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ საბოლოო ჯამში მეორე რაუნდში ვინ გავარდება. იმედით მე ვარ. ესე ვორჯავსო მე ვარ. ტრენერი ხარ, მოსწავს საერთოდ და ბრახიელს ნაიცოდი სად არის. კარგი, მეორე რაუნდში დავტოვებს მეორე მონაწილე და რა თქმა უნდა მასაც გადაეცემა სნეკის მიწისყილის კარაკები. კარგი, გადავინაცვლეთ მესამე რაუნდში, დარჩენილია მესამე, მეოთხე და მეხუთე და რა გადამჩენია ჩავთავ წამზომს და პირდაპირ შეუწიე გიგი. მეოთხესთან მაქვს ესეთი კითხვა, შენ თუ ეს განსხვავება იზოლირებულსა და საბესო ვარჯიშებს შორის? რა თქმა უნდა, ჩემთან ზუსტად იმ დამწყებ მასალებს ერთადაც იზოლირებულ ვარჯიშებს ვაკეთებინებ და იზოლირებული ვარჯიშები არის ის ვარჯიშები, რომელიც ძირითადად მოძრაობას სხდავს, როცა აკეთებს ამ თუ იმ ვარჯიშს, ძირითადად ჰამერის ტიპის ტრენაჟერებს არის იზოლირებული ვარჯიშები, ხოლო მეორე სახის ვარჯიშები ძირითადად ანტელებით და ასე შემდეგ სრულდება. ყოველ შემთხვევაში ესე ვასრულებინებ. რაც შეეხება სპლიტებს, ესეც გაინტერესებთ, როგორ ვაკეთებთ თუ კიდევ სხვა რამე? არა, მე უბრალოდ მაინტერესებდა განსხვავება რა იყო ეგ თუ იცოდი შენ. როგორ? ანუ იზოლირებულის განმარტება იცი? იზოლირებული ერთსახსრიანი მოძრაობა და შენი აზრით, როცა ინკლაინს აკეთებ კერძზე, რამდენი კუნთი ერთვება? ამდენ სახს არის რა. რავი, 1, 3 ალბათ, 4. ჩამომითვალე. როგორ? ჩამომითვალე. ხარი
ეს დელტოიდი, ანუ დელტოიდი. შეუტია, ეგრეც არ მიტყვია. დელტოიდის მაგალითად კუნთები ერთვება. ძირითადი კუნთი არის pectoralis upper, ანუ მკერდის ზედა კუნთი. ასევე ერთვება ტრიცეპსიც, სახსრები ესე კონკრეტულად, ანუ კუნთები ჩამოვთვალე ალბათ და საკმარისია გასაგები ყველაფერი. მე მაინტერესებს მესამე ნომერად თუ იცის რა არის ჰიპერტროფია. ჰიპერტროფია არის უჯრედის ზომაში ზრდა. კუნთს აზდის მესამე ნომერი. კუნთის ზრდის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ჰიპერტროფია, ასევე ჰიპერპლაზია. ჰიპერტროფია ანუ ბევრი ეძახის ფამს ჰიპერტროფიას, რომელიც არის უჯრედის ზომაში ზრდა, მაგრამ ზომაში ზრდა არ არის მარტო კუნთის მიოფიბრილების რაოდენობის გაზრდაც მნიშვნელოვანია მაგისთვის, ანუ ჰიპერპლაზია გასაზრდია. და კუნთის გაზრდად დიდი ძალიან ბევრი ეტაპი გასავლელი ტრენერი ხარ, ძილი ჭამა და ასე შემდეგ, ხო იცი რომ მნიშვნელოვანია. როიდებით ცოტა. ჯო ისეთი ტერმინები და რაღაცები. ხო, ჩაკითხულია, ხო, ანუ უეჭველი გადაიკითხა. თუ კარგი მოვარჯიშე ხარ, ეგრე შეიძლება იცოთ ხარ, მაგრამ რა იცი ხა შედარებითობის მიხედვით ვიდივართ ჩვენ. კაი, მოდი მესამე დიდად არ დავყავ და მეხუთეს გადავიდეთ, რა სიტყვა. გადავიდეთ. ფეხის ვარჯიშები რამდენი მნიშვნელოვანია, რას ფიქრობ? ძალიან მნიშვნელოვანია ფეხი. აგათად მოსწავლე მოდი და გეუბნება ფეხის ვარჯიშები არ მინდა რა საკეთებ ამ დროს. ამ დროს ადამიანს უხდრის აი საჭირო ფეხის ვარჯიშები. ძალიან მარტივი მაგალითიც რომ მივყავთ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად გადაადგილებისთვის ფეხს. რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ხარისხი. როიქში ეს არის პირველი მოტივი, იცით შეიძლება ადამიანს მოუნდეს, რომ ფეხი იყოს სხვა. შენ თუ იცი ბრანხიალის ის ამდევარებს? ბიცეპს და ტრიცეპსის შუაში ხელის კუნთთან. და მაგის ერთი ვარჯიში რომ მითხრა, სადაც შეიძლება მაგის ჩაკუჩი ყველაზე ისეთი მარტივი ვარჯიში, სადაც იცი რა არის ანტაგონისტური კუნთი. ატარი მოწინააღმდეგე კუნთი. გასაგებია, შენიერი. მე ის მაინტერესებს შენ თუ უთვლი კალორიებს მოსწავლეებს. ანუ კალორიებს უთვლი მაკროებს, მოდი შესაძლოა გისო კითხო. გამომდინარე იქედან რომ მე მაქვს ნუტრიციოლოგიის პირველი დონის სერტიფიკატი, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ადამიანს შეუდგინო როგორც კალორიები დაუთვალო, ასევე კვებითი რჩევები გავცე და შეუდგინო კვებაც. ნუ საბოლოო ჯამში ამას თავის ეტაპია, კვების შედგენის, იქ უკვე არის დამოკიდებულება კვებით აშლობის მიმართ და მოკლედ ყველაფერი ნაბიჯ რა. მადლობა ძალიან დიდი. გიგი მოვიდა სამჯელო. განაჩენის განაჩა. რას ფიქრობ? შენ კარგად იცი რას ფიქრობ მე? კი, ვიცი რასაც ფიქრობ და ჩემი აზრითაც მესამე და მეხუთე ნომრის დუელი და ფინალი ძალიან კარგი იქნებოდა. შეიძლება მეოთხე ნომერმა დაგტოვოს. რა ლაკონურად იცის ხოლმე რა. ვსო, მეოთხე გავიდა, მეორე გავიდა. მეოთხე ნომერი დაგტოვებს, თუ შეიძლება გაბზანდეს, მასაც რა თქმა უნდა გადავსვებს სნეკის, მიწისყილის კარაქს და ეგ არის, გადავინაცვლეთ ფინალისტი. მოკლედ, გადმოვინაცვლეთ უკვე საფინალო ეტაპზე, სადაც მესამე და მეხუთე ნომრები შეერთდა ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებულს გადაიცემა 500 ლარი. იგი წარმატებები. ბოლო საფინალო გადაწყვეტილებაა ჩვენი და შენი განსაკუთრებით. ხელ და იმედებს რომ აქამდე იმედებს რომ არ გავაგდეთ ნამდვილი ტრენერი, მაგრამ მე არ მგონია რომ ამ ორ შორის უეჭველი იქნება, ჩემი აზრით. აქედა ესეთი ძალიან კარგი მოყვარული და მეორე არის ტრენერი, ჩემი აზრი ესეთია. ჩვენ გამოვიცნოთ რომელი ითავსებს ტრენერობას და რომელი ითავსებს მოყვარულობას. მეხუთედან დავიწყოთ, მოდი. მეხუთე რომ გამახსენო, შენ თავისუფალი ტრენერი ხარ თუ დარბაზის? არა, მე ვარ დარბაზის ტრენერი. დარბაზის ტრენერი. კაი, რომ მითხრა ინსტრუქტორის მოვალეობა რა არის? აი, მიდიხარ დარბაზში, ინსტრუქტორის მოვალეობა მითხარი რა არის შენი ერთი დღის. აი მარტივად რო ავხსნათ ჩემი ერთ. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია რომ დაწყების დროს უნდა მოვაწესრიგოთ დარბაზი, შევხედოთ ინვენტარს, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. შემდეგი მოვალეობა არსებობს ესეთი სახის პირველადი, როცა ადამიანი მოდის და არ სურს ტრენერის აყვანა და შეგვიძლია ჩვენ გავუწიოთ კონსულტაცია ვარჯიშების კუთხით, გავუცეთ რჩევები, ეს არის ჩვენი ძირითადი მოვალეობა. დანარჩენი შეიძლება გარკვეული რაღაც საქმე გამოჩნდეს და ასევე ჯგუფური ვარჯიშები, რომელიც თვითონ ჩვენს ესე ვთქვათ ამ 8 საათიან გრაფიკში შედის და აუცილებლად უნდა ჩავატარო. გასაგები. როგორც მითხარი, გაქვს უფლება სმენაში რა ავარჯიშო, ხო? დიახ. და სმენაში თუ გაქვს უფლება რა ავარჯიშო და მოვიდა ახალი ადამიანი და გარკვეულ სურს ვარჯიშები და ასე შემდეგ. რა საკეთებ მე ვთქვათ მოსწავლე რო გეყოლება მაგ დროს? ეს ყველაფერი წინასწარ თანხმდება უკვე ადმინისტრაციასთან. გამომდინარე აქედან ის დრო რომელიც არის შენთვის თავისუფალი და არ არის დატვირთული, არის პერიოდი, შეიძლება მოსწავლე გვიცდენს, ან აღარ აგრძელებს ვარჯიშს, გამომდინარე აქედან ის დრო ეთმობა წინასწარ ჩაწერილ პირველადს, რომელსაც შეგვიძლია რომ გავუწიოთ კონსულტაცია. ანუ ეს წინასწარ ეწერება ვიღაცა ვინც დარბაზში მოდის და ტრენერს კითხულობს, ამაგან დარბაზს გეუბნები, იცი, აყვანაზე არ მოვ. ანუ მე ვარ ადამიანი, შემოვედი, მინდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ეს ტრენერი არ ამიყვანი, არ მაქვს შესაძლებლობა, უბრალოდ მინდა რომ გავერკვე, მოკლედ რა როგორ და მოვედი შენთან, გავიგეო დარბაზის ინსტრუქტორი ხარ და ნუ რჩევა კითხე, რას სად მიშვებ, როგორ მიშვებ, რჩევის გაცემა ეგა და გავუწევს მაგ დროს. თუ მოსწავლე მყავს, შესაბამისად იმ ჩემ გარკვეულ დროს დავუთმობ მოსწავლეს და შეგვიძლია დრო შევათანხმოთ თავისუფალი და შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ, მაზეგ, ნებისმიერი დრო. მე ეს სიტუაციები მეცნო.
ჩემი გამო რა არის მე არ მეცნობ იმიტომ რომ მუშაობიდან გამომდინარე ხო როგორ არის როცა შენ სმენაში ხარ გასაგები შეიძლება ისყავს მაგრამ როცა მოსწავლებს რას შვები შენ ამბობ ყველა დარბას აქვს თავისი რაღაცნაირი შინაგანა გასაგებია რომელთაც ჩვენ მომხმარებლებს ვაწონეთ თავს და ესე ვთქვათ მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მაღლა ვზდით. მე რომ მოიყო მომხმარებელი ძალიან უკმაყოფილო ვიქნებოდი შენ თუ მეტოდი მოსწავლე ყო და სხვა დროს მოდიოდა. მე მაინტერესებს სხვა ტრენერი თუ არის მაგ დროს სმენაში. რა თქმა უნდა, ტრენერი მინიმუმ 2 ტრენერი მაინც არის სმენაში, გამომდინარე აქედან რომ ერთი ტრენერი ვერ ეყოფა გარკვეულ დარბაზს. და ეგრეთ ყურახ სცენდა რომ ამ შემთხვევაში თუ შემოსწავლე ყო მიდის იმასთან და ის ავარჩებს და შენ სამწუხაროდ სანამ ვიტყოდი ჩამეჭერი სიტყვაში და ვეღარ დავარდორე. თორე ვიტყოდი აუცილებლად. როგორც მახსოვს შენ ვითხარი რომ მე სხვა დროს ვიბარებო. მე ესე არა თუ ჩემთან და კონკრეტული სესია და არის მოთხოვნა რომ მაგათ მინდა. ხედე მე გითხარი, მოვედი უბრალოდ და ვიკითხე. მაშინ მართალი ხარ, შეგვიძლია რომ ჩავსვათ სხვა ტრენერთან, რომელიც იქნება თავისუფალი ამავდროულად. მე რა სხვა რაღაც დავიჭირე, ახლა დიდად ბოდიში ვერ ჩავერთე ველაპარაკს რაღაც. მე სხვა რაღაც დავიჭირე. ან კი არ დაიბნა და რაღაცა. პირიქით აქეთ შემოგიტყია რა. მე ეგ რაღაც პოჩი დავიჭირე და ძალიან მომეწონა რა. ეგ კარგია, მაგრამ ნახე არ დაიბნა, იმენა ემოციურად შემოგიტყია ისე რომ მე ვითომ რაც შინაარსობასაც ახსენე ცოტა ეგ ვერ დავაკავშირე იმასთან ნახე რომ არა მე უბრალოდ აქ მაქვს საუბარი პრემიუმ ხარისხის ჯიმებთან, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, კომუნიკაციის ბევრი გზა არსებობს. მე სამე ნომერთან გადავალ პირდაპირ კითხვით. ეს კითხვა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რა ჩაიციკლა ამ კითხვას უმარა. წინა ვიდეოში გადაცემაში ძალიან გაუცემელი დარჩა ეს კითხვა. რა არის აერობული და ანაერობული ვარჯიშები? თავიდან ბოლომდე დიკოლიზის დაშლის პროცესად შემიძლია მივყვეთ მოკლედ მინდა რომ გაგცეთ პასუხი. დარჩენილი მაშინ აერობული ვარჯიშები არის, სადაც უჯრედ ჩვეულებრივად მოიხმარს ჟანგბადს. ეს შეიძლება იყოს კარდიოდატვირთვები მაგალითად და რაც შეეხება ანაერობულ ვარჯიშს, თუნდაც წონებით ვარჯიში, სადაც ორგანიზმი ვერ გამოიყენებს ჟანგბადს, არის ანაერობული ვარჯიში, სადაც გლიკოლიზის პროცესში კრეფის ციკლამდე არ მიდის გლიკოზა და გლუკოზა და პირუვატად იშლება, გამოიყოფა ორი პირუვატი, შემიძლია ახსნა რამდენი ATF გამოიყოფა ამის შემდეგ და ასე შემდეგ თუ გაინტერესებთ ბიჭები. რამდენად თანამედროვე დარბაზში ვარჯიშობ შენი აზრით? საკმაოდ თანამედროვე დარბაზში ვარჯიშობ, მე პირადად და სადაც მოსწავლეებს ვარჯიშებ, კეთილმოწყობილი არის ძალიან, საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, მაგრამ მე მომხმარებლებს ერთადად სოციალიდან ვიღებ, იმიტომ რომ საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, მიცნობს ხალხი ამ განხრით, შესაბამისადაც არ უჭირს ხალხს ჩემი მოგნება და დაკონტაქტება და ან კარგი მშვენიერი. ერთ კითხვასაც დაგისვა. პირველი დარბაზია შენი ეს? კი, პირველი არის და ამ დარბაზში ვმუშაობ, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის მფლობელობაში არის და მენეჯერიც ჩემი მეგობარი, ასე რომ ვთქვათ, სრული ხელშეწყობა მაქვს დარბაზის მხრიდან. ვერ გავიგე? პროცენტს თუ დავებ, პროცენტს არ ტოვებ, თავისუფალი ტრენერი ვარ და მოგვარებული მაქვს. შენია? რასაც აიღებ, შეგიძლია შენთვის დაიტოვო, უბრალოდ ჩემგან იმხელა ცნობადობას იღებს კონკრეტული დარბაზი, რომ მე ვეხმარები ამ დარბაზს იმ ხრივ, როგორც მე შემიძლია, თვითონაც შესაბამისად აქვთ რაღაც დათმობები, ანუ რაც უღირთ რა რეალურად. იძახი, რომ შენგან შეძდით მარტო აბონემენტების ნახა, ხო მართალი ვარ? და თანამედროვე დარბაზი და შენ მთლიანად იღებს შენ ტაღას. რა მაინტერესებს იცი? ანუ ეგ გასაგებია, მაგრამ აი ვარ ეხლა მაგალითად შენი თანამშრომელი რა და გავიგე რომ შენი მის მეგობარი ხარ, მაგრამ მე პროცენტ უნდა გადავიხატო, შენ არა ხო? რამდენად სწორი მიგაჩნია ეს? შეიძლება ეს იყოს არასწორი მიდგომა, გიგი, მაგრამ როცა შენ სოციქსელებით მithumetes შენ როგორი ცნობილი სოციქსელების გაქვს, ასევე არანაკლებ ვარ მეც და როცა ანუ შენ მაგალითად მატას უკეთებ PR-ს და მეც უკეთებ იმ დარბაზს, სადაც მე ვმუშაობ, მენეჯერი ამისთვის რომ რაღაც კონკრეტულ თანხას არ გიხდის და მე ანუ სამაგიეროდ რაღაც ბენეფიტები თუ სარგებლობ დარბაზის მხრიდან, ესეც სწორად მიმაჩნია. შესაბამისად, შენი კითხვა და დარბაზ მენეჯმენტთან როგორი შეთანხმება მექნება, ფიქრობ უკვე პირადი საკითხი არის და არა ის რაც გადაცემაში უნდა გავარკვიოთ. ინტერესებდებით შიდა სამზარეულო როგორ იქნებოდა გასაგები ყველაფერი. აი, მადლობა ძალიან დიდი ამოიწურა, ძალიან დაძაბული ის იყო ფინალი და მე მოკლედ გიგი შენ ჩემ დაკვირვებას გეტყვი და დანარჩენი მინდა რომ ბოლო გაწყვეტილება იყოს შენ. ხო, სანამ დავიწყებთ პირველ რიგში მესამე და მეხუთე ძალიან კარგი იყო პასუხები და გითხრათ. კარგი პასუხები იყო საკმაოდ და ძალიან რთულია რომ გაარჩიო, მაგრამ არის ახლა ნიუანსებიც დავიჭირე მე პირადად. მაგრამ ნუ ცოდნას არც არ დაგიწუნებთ, ასე რომ კი, დაჟე იმასაც ვიტყვი რომ მესამე, ანუ რაცა უნდა გვეკითხა, იმაზე მეც პასუხობდა. ვიდრე ვეკითხებოდი. ამით იმას ავკითხებდა რომ ანუ მე ვიცი რა, ანუ მე შემილია რაღაცები ვიცი და იმიტომ რომ ეგ განახო რა, ანუ ეგეთ რაღაცას მე უფრო იმით მივყევი, ვიცი რა ხდებოდა დარბაზში ზოგადად რა როგორ არის დალაგებული და ან მეხუთე ისეთი პასუხები გამოცდა, რომელიც უფრო ემთხვევა ტრენერს რა. ტრენერს, მე
ეგრე ვფიქრობ. ანუ მესამე არის კარგი მასწავლი, კარგად ძალიან ბევრი რამე განათლებულია, მაგრამ ტრენერი არ მგონია. ანუ თავისთვის ყველაფერი შეიძლება თამაშობს კიდევაც დარბასთან და უკეთებს რეკლამას თუ როგორც არის, უბრალოდ არ მგონია მაინც ტრენერი რა. მე მგონია მეხუთე მგონია მე ტრენერი. ჩემი აზრით აი რაც არ უნდა წესი იყოს დარბაზში. ხო, პროცენტის. რაც მაგით დავსვით თანამედროვე თუ არა მე, ანუ იმიტომ რომ ყველა 90% თანამედროვე დარბაზები დღესდღეობით ითხოვენ პროცენტთან საკმაოდ მაღალ პროცენტს, ასე რომ თან წარმოვიდგინეთ 15-16 მოსწავლე და მაგის პროცენტს რო არის და რა ფუფუნებაში ხარ წარმოვიდგენია? მე ჩემი მეხუთეა ტრენერი. ჩემი აზრით. მეხუთე ნომერი. დარწმუნებული ხარ? აი, ძალიან რთული ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ასე გამომდინარე მე მგონია რომ მეხუთე არის ტრენერი და მესამე არის კარგი მოყვარული, კარგი განათლებული და ასე შემდეგ. კი ბატონო. შეიძლება ვფიქრო. ჩვენი აი მე პროცენტის თემის გამო მესამე რაღაც არ გონია ტრენერი. კაი, შევთავაზე. მაგრამ ცოდნე ძალიან დიდი ქონდა. საკმაოდ. კი. თეორიული ცოდნა ასკარად კარგი ქონდა, ხომ პრაქტიკას ვეგავიოთ. კარგი, ჩვენი გადაწყვეტილების და გიგის გადაწყვეტილებით მეხუთე ნომერი არის ტრენერი. ახლა გთხოვთ მონაწილეებს რომ დაუბრუნდეთ ყველა თავის ადგილს, არავინ არ ადგენს, არავინ არ გამოვიდეს, უბრალოდ ყველა თავის პოზიციას დაუბრუნდეს თავიდან ვინ როგორც იჯდა, მაგრამ ამჯერად თუ ვიცნობთ ვინმეს, ხო, კაი, დავსვათ მე ყველა თავის ადგილს და მე თვითონ ავაყენოთ ის ტრენერი და თქვას ვინ იყო ტრენერი. დაუბრუნდით. აი, ეხლა ვქნათ. ეხლა მოკლედ ვინ როგორც გავაგდეთ იმის მიხედვით გამოვიყვანოთ. კარგი, პირველი ნომერი პირველ რაუნდში გავაგდეთ, მეგონი პირველი. კი, პირველი რომ გამოვიდეს. ამიტომ თუ შეიძლება რომ პირველი ნომერი გამოვიდეს და დაგვენახოს და გაგვეცნოს. გამარჯობა. შენი სახელი? ვარ ლუკა ევგენიძე, 19 წლის, ბათუმიდან. ხო. ო ბათუმიდან, ბათუმში ახლა ყოველდღე, ხო? არა, ჩამოსული. ბათუმი, ხო? კი. ასე გიგო. კაი, დავბრუნდე შენ ადგილს და ეხლა გამოვიდეს მეორე ნომერი თუ შეიძლება. გამარჯობა. გადი, გამანებე, თავი, გამანებე. მერე გამახსენდა ეგ. ვიცი. კარგი რა. შეიძლება მოგიწ შემე ბოლომდე ყოფილიყო ეს. თქვა, თქვენ ისოთ ერთმანეთს. ო, რა თქმა უნდა ის. პირველ ვიდეოში იყო. მერე ეგრევე გამახსენდა რა აქ რო იყო. ვაკეთე რა. აი, აუ, გამოვშტე. ყავი, კაი. კაი. შენს ადგილს. შემდეგ იყო მეოთხე. კი, მეოთხე რო გამოვიდეს თუ შეიძლება. კაი, მეოთხე გამოვიდეს თუ შეიძლება. გამარჯობა. ეს ადამიანი არის შოთა, სადაც ვიწერთ ამ სტუდიოს. ერთ-ერთი ადამიანი. ცეხა დავუღა ვიცი, 4 კაცი, არის 5 არის. მაინც ჩემი აზრით კარგად გავძელე, უბრალოდ აი იზოლირებულსა ჩემი აზრით კითხვაში არ გამიმართლა იმენა საერთოდ აი ეგის აი რო დაგესვათ აერობული, ანაერობული, იზოლირებული იყო მეთქი აი ეს ვაფშე იმენა არის და ყველანაირად ვეცადე, მაგრამ ვერ გამოვწერე რა. მოკლედ სადაც წერთ ამ გადაცემას ეკოჩამპ სტუდიოში ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გვეხმარება და ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც დაგვათქმევინა ეს ყველაფერი და მადლობა მათ და ასევე ეკოჩამპ სტუდიოს და მადლობა შოთა რომ მოხვედი რა მოკლედ და გაგვაცუცურაკე. კაი, მესამე ნომერი რომ გამოვიდეს თუ შეიძლება. ოპა! მე არ ვიცი. მე ვიცი. შეხარ მესამე ნომერი? მაშინ წავაგეთ? აუ, ბატო. მაშინ წავაგეთ. პატარა ფრენკი იყო ბიჭო ჩვენგან. მესამე ნომერი. მესამე ვარ მე. მესამე ხარ? ხო. მოიგეთ ეს გაგფრენკეთ და. მე მივხვდი აი. ბიჭო, მე რაზე დავეშვი, იცი? შევთან დარბაზში ტრენერი და ფეხბურთელია ვიცი და მესამე ნომერმა ეგეთ რაღაც არ თქვა არაფერი და. იო, საერთოდ და მუმბლა იყო. ეხლა უკვე მივხვდი, რატომაც ისა და კარგად. ხო, რა ვიცი. ძალიან მადლობა. რა ვქნა არ ვიცი ეს დარბაზის პროცენტები და რა გავაკეთო. პროცენტები არ ვიცი და რატომ მაგით უნდა მივხვდი, განსხვავებით მაგით უნდა მივხვდი რა, ნუ შიდა სამზარო ვინც იცის, ცოტა სხვანაირად არის რა. მოვიგე, დიდი. რა თქმა უნდა. მე ეგრე ვიცოდი რომ მოვიგებ. პირველი გავარდა ლუკა. შენ სად გავარდა თუ მიხვდები ხა გიგი? მე მახსოვს. ახსოვს? კი, ბათუმში ასპრიაო და ასპრიას აქვს. მარცა აქვს? ხო, აქვს და თვითონ ასპრიაშივე ასაქმებს. და მან დაუწ საყი აკადემია, სადაც სერტიფიკატს ზუსტად არ ვიცი, მე პროსტა ვიცი რომ აქვს და თვითონ იქვე ასაკ. მაგრამ პირველი მეორე მაინც ხო, არა, აი მაგან დამწვა, ხო. კი, მაგან დამწვა. მე მუმლაზე მივხვდი რომ
აი მართლა ერთ ადგილას ხონდა გავლილი ყველანაირი არა, ხო, მე არაცი სერტიფიკატი. აი მართლა ისე ისო თეორიულად ყველაფერი რო აი არ ვიცი რა და ოჩახ მომგლას რატო არ ხარ ტრენერი? ინფლუ მართლა დარბას რომელიმეს აბიარდეს არა მოვიგონე რავი რა უნდა მეთქვა ბოლოს არ ვიცოდი ეს პროცენტის თემები და რა მექნა აი მან ბოლოს აი თავი კარად მიდიოთ ეგ რო არ გითხრა ალბათ მოიგებ არ გეკითხათ და არ ვიტყოდი მაგრამ მაინც ხა თავი დისწავლით რომ მეხუთე ტრენერი მესამე ეგ შეიძლება შენ არა მე ეგ ხოლმე გწავლე მაგრამ მე ლუკაზე მწყდება გული რა აი მე ეგრევე გამახსენდა ბრაკიალისი რა არ ვიცი ადამიანმართ ლუკას მე შევედა ვიცი რაც საკმაოდ გადავარჩევს ეხა რახიას დარწმუნებული ვიცი და როგორ ვარჩევს ეგეც ის ბრო დაბად გაიგე ხო კი როდესაც ოჩახ კარგად გაკაჩა მიუხედავად იმისა რომ მარტო მოყვარულის დონეზეა და მარტო ვალიშვს ხოლმე თან ჩემთან ჯგუფურებს დადის ესეც და ლუკაც ორივე და ძალიან მოტივირებულები არის ავტესტე კი ახალი ბუტკემპი ნამდვილად კი არა მართლა გეუბნები ანუ იმენა მომზადებული ვიყავი და იზოლირებული თან ქართული ტერმინებით და რაღაცები არა თავი კარად დაიწყოს და მე რომ მაგალის მოყვარული ჩემი აზრით ფრილანსერი რო კითხა ინგლისური ტერმინები გამომდინარე უფრო უპასუხე კი რა თქმა უნდა ეგეც ალბათ უფრო აი მივყევი რა შეიძლება ყოფილიყოს ორი პასუხი და უფრო ეგრე მივედი თავისუფალი ტრენერი უკვე ბევრს ისმის ატეხ ფრილანსერი ოხდეს აბერს არის და მეთქი აბა ფრილანსერი თავისუფლად კითხვა და ასევე თაზუსაც აში იმიტომ რომ ბოლომდე გაკაჩა და ბოლომდე დაგვერწუნა იმაში რომ ნამდვილად ტრენერია და მას გადაიცემა აუცილებლად 500 ლარი საპროცენტ თანხა და ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მოძანებისთვის გამარჯვებულს ხომ უნდა რაიმეს თქმა ძალიან კაი იყო მართლა ბევრი ისეთი პასუხები იყო რაშიც ტრენერი ერკვევა და აუცილებლად უნდა გაერკვიოს მულას კიდე საუბრობ მართლა ბოლოს დავიჯერო ტრენერია ეს ბიჭი და მე არ ვარ ტრენერი თქო ან ეს ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეხა შიდა საკითხების გამოცნობა ყოველთვის შიდა პოლიტიკის რთულია ამიტომ ბრავო და მადლობა ძალიან დიდი მადლობა ასევე ყველას მობრძანებისთვის რომ დაგვთით ნება და მოხვედით თაზო ლუკა ძალიან დიდი მადლობა მოსულს და გიგი ამოდროულად მადლობა შენს რომ გამოყავით დრო და დამთავრდით პირველ კოლაბორაციასთან შენთან და აუცილებლად კიდე დაგიძახებთ თქვენს და ასევე თქვენს იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი პროექტები გელოდებათ მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი არხი დაკომენტარეთ და ლაიქეთ ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა ასევე მადლობა ჩემ შეყვარებულს ძალიან დიდი მადლობა აში ძალიან მადლობა ეკო ჩამპერ სტუდიო სადაც ამ ყველაფერს ვწერთ მადლობა ასევე ჩემ სპონსორს იმისთვის რომ გამოყო და თაზო მოიგო საპრიზო ნახა 500 ლარი მე ძალიან ვისია მაგ ნეღონ მართლა ცოტა ბოდიში ბიჭებს რაღაც მომენტებში ძალიან შევიჭე როლებში და შემოდი აუცილებელი იყო ეგ უნდა შემოგეტია და ძალიან შევუტია იქ მას ბრახილეზე შევუტია იმას ამას მეგონა რომ გიგი ფარდას გადმოწევდა და რომელი გამოვიდა რაცა ეგ შეტევის მომენტში ცოტა ესეთია ვინ უფრო სწრაფად ახსენებს პასუხს როგორ რეაქცია იქნება დაძაბულისა რა მადლობა მაყურებელს რომ დაგთვენება და მასთან გამოყო ეს დრო და უყურა ჩვენ ვიდეოს მადლობა მონაწილეებს კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარით და ლაიქეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში წარმატებები და ნახვამდის